მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ქართველიშვილი, ჩვენ ვიმყოფებით სპორტდარბაზ რეფორმაში, გდანის ფილიალში. ესა დიდი ჩავარდნების შემდეგ დაგიბრუნდი და გვირდებით, რომ აღარ შეწყდება ჩვენი ვიდეო ბლოგები. მინდა წარგიდგინოთ მარიამი. მოგესალმები მარიამ. მარია არის პერსონალური მწვრთნელი და აქვს მრავალი წლის გამოცდილება და მის ვიზუალზეც აისახება, რა თქმა უნდა. ასევე ხაზი მინდა გაუსვა, ჩვენი ახის სპონსორი არის კომპანია Underdog-ი. მარიამ Underdog-ი დაგაცაჩუქრებს ვიტამინით, ამინომჟავებით, იმედი მაქვს გამოიყენებ. სხვათა შორის ვარჯიშის დროს მე ვსვავ მაგდანამას და ძალიან მადგება. ვიცი რომ შენ ზელატანის ვარჯიში ასევე ზელატანის ვარჯიში მოგწონს, მაგრამ დღეს რატომღაც გადავწყვიტე რომ ზურგი ვარჯიშოთ ერთად რა. რატო ნეტა? ხო და საიდან დავიწყოთ, როგორ დავიწყოთ? ჩათვალე რომ მე დღეს ვარ შენი მოსწავლე და დამატრენინგი. კარგი, გიორგი, მოკლედ, ეხლა დავიწყოთ ზურგის გაფურებით. მე გადავიდეთ შტანგას. ოკეი. გავა. ეს ესევე წონებით იწევს ძაღლი. გიორგი, უნდა იწონა. შეიძლება კონტროლი გააკეთო 40 კილოზე. მეტი შეგვიძლია, მაგრამ გიორგის შევიცოდებ ამჟამად. ხوار დაიღალა. არა. ვიცი რაზე ვღადაობ ხოლმე. მარი დარბაზში რო ვარჯიშობს და 40-იანი განტელით რო დაიწყებს ვარჯიშს და ტიპები ეგრევე დებენ მიდი. ნუ ეხა რა ვქნათ, ცოტათი ეშინიათ პატრებიჭებს ოღონდ. კაცი ეგეთი არ შემხვედრია. ის არის რა, ცუდი რომ მაინც ცოტა განსხვავებული, მაინც ცუდად უყურებენ და ეგ არ მომწონს და მაგაზე პოდკასტში ვისაუბროთ მე რა. დეტალებს. სიახლე რაც არის ზოგადად რთულია. შეჭვება. რთულია საქმელია. ქალის სიძლიერე. ისე სხვათა შორის აქ წონებით არ ვარჯიშობდი ხოლმე და ვცდი ახლა როგორ იქნება. ეგრე შეგიშინდა? აკოც კარგად მუშაობს, მოი. აბა მიდი. ოპა. არც ისეთი ძნელი არ ყოფილა. ამოგივარდა ძარღვი გიორგი რა ვიცი. ცებად ესეთი ვარჯიში მე ვასება რა ვქნა. აუ ისე დააბნელა თვალებში ხოიცი. მაგრამ მხიარულად. მოხე დაიღალა. 50 კილოსი წელს ვახურებ. მაგრამ მხიარულად მაგრამ 10 კილოთი მეტი თუ აკეთებ. ანუ 60-ის გაკეთება შეგვიძლია. აბა რა დავიწყოთ ახლა? კაი. დახურებას მოვჭით. დაიღალე უკვე. არა, ჯერ არა. არა, ვერ სუნთქავ გიორგი. კაი, დავიწყოთ. წია გააგვინდა და შემოვიდეთ. ოკეი. ოკეი. ამდენი ვაკეთებ. ციანები რა თქმა უნდა. დო, აი მიდი. აბა დავიწყოთ. რამდენი გამეორებას უყირებ, მარიამ? გავაკეთოთ ეს 10 ან 12 და მე მოვამატოთ წონა. მინდა 15. 60 კილო რა. დავხევი. წლის ამოისუნთქე გიორგი სხვათა შორის. სხვათა შორის. არაჩვეულებრივი ტექნიკით ვარჯიშობს მეგობრებო. ისედაც დაგამოღამე ხელს ბოლომდე არ მართავ რა. კი. ესა უფრო კარგად გძნობ ხო? ბოლომდე კი, იმიტომ რომ არ მინდა სახსარდე გადავიდეს მე დატვირთო. უნდა დავამატოთ. რა თქმა უნდა. ათიანები?
თუ ნახევრიანები გინაგი. ვაუ. შეხვალ მე დავამე. ახლა ვაკეთებ 80 კილოთი, გავაკეთეთ პირველი მისვლა 60 კილოს. მეორე მისვლა საგრძნობლად დავამძიმეთ. საგრძნობლადაა ეს? აჰა. აი, შემდეგ მისვლა სასწე შევდივართ. არქია. ისე არ მოგწონს შენ, მარი? ამ ვარჯიშს გაკეთება? ეს მოჭიდების ძალა უფრო რა შენ სახუებს ხმობა გენა. აი შენ ერთი მისვლა კიდე ამაზე შენ? მე აღარ მექნება მაგას. და დაუმეტე. მიდი ბები. ზუსტი გამოცნები ესე. კაი ბატონ გიორგის დავუწნოთ ამჟამად. მონაცემებით რა ვიღოთ? ჩემზე ჯანზე. სვიჩ. რა მონაცემებს იღებ მითხარი? სქესი? რაო? როგორც ახლა გოგოს ყოლობაზე გაცლებით მაგრა ფორმაშია, როგორც მე ბიჭი ისე წონებზე უნდა ვიყო რა, გაროში. მე თუ კარგად ხარ? რაზე? ფსიქოლოგთან ხوارდა იყანოსა. წავი, კარგი. არა უშავს, კარგად იქნება ყველაფერი გიორგი. მაგრამ რამდენი მისვლა გავაკეთებ ჩავში? 4-ს ვაკეთებ ხოლმე ძირითადად. 4 ის. დავამატებ? რავი. ცოტა დავამატებს. ორნახევრიანები? არა, ორნახევრიანები. აი, თათებს დავამატებ. აბა, რას ვაკეთებ ახლა გიორგი? უგანიერეს გავაკეთოთ. სად? იქ თუ იქ. მოდი გავაკეთოთ. Full stacky. ეგ იყო ყველაზე გადაობა. ორზე მუხლები ვაქვს დაფიქსირებელი, მაგრამ აკეთებ. ჰა? მუხლებს ვაფიქსირებ ასტურებს რა. მოსტო არა. მაგიტო ვიდებ მე 20 კილო. ეხა უნდა დამადო. მოკლედ წინა ვარჯიში რო შევასრულოთ ეგ ძირითადად უზრუნველყოფილი ყოფილი არის რომ ზურგის სისხლის კუნთები განვითარდეს. და ამ დროს უფრო სიგანეში გადის, აი როგორც მარიამის ზურგი არის უგანიერეს კუნთები. მარიამ დავიწყოთ აბა. აი ოღონდ ორი ადამიანი ვარჯიშობთ იმენა ანატომია. ვაკეთებთ full stack-ით, იმიტომ რომ ყველა წონა მიყვარს, რაც არსებობს დედამიწაზე. ოკეი. ანჯა მომკაჩოთ. დავაი. Ja. კაი. ამდენი გავაკეთეთ. 12. ბატონო. Ორმეტი. იყო 12. всё, მე გავაგზავნე ჩემი და ბუღაში შევედი. ოპა, ტელეფონი არ დაამტიო. აი. სულ ეკარ. აუ, აღარ აქვს მე იდე რა, ოკეი. დამატე წონები. აღარ იმატებოდა რა უკვე. ისე კაი იქნებოდა რომ რაღაცები დაალაგო, მაგრამ შეგიძლია. არ ვარ მასეთი მძიმე ამიტას. ხელი კი წამოიღებს, მაგრამ ო, დამოვიწყდა გამხდარი. ხო. მე აი ტემპში ვარჯიშობ. მე მეგონა რა ძალიან დიდი ხანი ისვენები ხო. არა, ერთი წუთი მაქვს დასვენება. დანიშნული აქვს. მე არ მაქვს მაგრამ გავიტები. აბა შეპი მარტო ამას აკეთე. ერთს გავაკეთოთ ხო? ერთს, ავე. მაგრამ იცი მაგრამ დასტურებ ეგ ჯანის რო გაქვს და კარდიოს რო მაღალი გაქვს, ვაფშე იმენა სხვა ლეველი.
არა, ეგ ვიცი, მის ანუ ჩემთვის პროსტა ეხლა არ არის, ანუ ეხლა არ მინდა, იმიტომ რომ ბულკინგზე ვარ და მომატებაზე და მაგიტო კარდიოებს ცოტა ხანი ვანებებ თავს, მაგრამ დავიწყებ სადღაც ეგრეთ თებერვლისკენ მეც რომ საფუში საკრებოთ. სირბილი მივასო, ხო? კიბეები უფრო მიყვარს ვიდრე სირბილი. თუ თავს იკლავ, ბოლომდე უნდა მოიკლავ. კიბეს ის პლუსი აქვს, რომ ვისაც დიდი ტრაკი აქვს აპატარავებს. ეგ პლუსი აქვს. ფეხებს მაგრა დაშრობს. ხო. ხო. გაჩნი, აი სულ კარდიო ინტენსიურად გაქვს, რაჯომ სავატარავებს. ხო, უბრალოდ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კაი ცხიმწველია რა. ხო, არა, და ბევრი კალორიები. უბრალოდ მუხლის სახს არის ცოტა დაზიანებული, მაგრამ და მე ჯახარი და სირბილით ცოტა მიჭირს. აი მაგალითად მუხლებისაც პრობლემა აქვს. სირბილი არანაირად მიზეშეწონილი არის. თუ ჭარბწონიანი არის ამ შემთხვევაში სირბილიც ცუდი არის, ვერაც ბეჯობია. ხო. ანუ სიარული მაინც. კიბე ძალიან რთული არის რა. კი, ანუ 15 წუთში შეუძლია ისე გაანადგუროს ადამიანი რა. აუ, იმენა სახეს. ხო, თან გააჩნია რა, ანუ სეტებითაც შეგიძლია გააკეთო და უშვათ. ფეხების დროს. ხო. სახეს. იდეალური რაღაცაა კი. დავაი. კარგად ვსივდეთ. ოკეი. დავაი. ოპა. ჩემი ზურგის და ფიქსიეს. საერთვიანია. და მაგა. აი ხუმრობ აი. კარგად ხარ? აბა თუ და თუ არის? თუ დაბულინგდა და არა უშავს კი. არა უშავს. ისე მაინც კარგად უძლებ. კარგად უძლებ ხო? კი, მეგონა რომ მალე დანებდებოდი. ხო რა? ეხა ვნახოთ ამას თუ გაუძლებ მაშინ. გადავდივართ მარიამის ყველაზე საყვარელი ვარჯიშზე და ბიჭებს ვაბულინგებს ისეთ ვარჯიშზე რომ ნახოთ აბა მეც თუ დამაბულინგებს ახლა. დავიწყეთ განტელის შემოტანა. ვითოც არაფერი ჩემი გორაკი. ოჩახ. ნახე, ხმაზეც არ მეტყვა. ნახე რა, შემე ერთი ხმა რა მოვიდე. ხო, შენ რაღაც ძალიან იღლები ხომ ვარჯიშის დროს. მე ემოციებს გამოვხატავ ხოლმე. ემოციებით ვარჯიში მიყვარს. ამ დარბაზში მოვარჯიშე 50% ბიჭი ამ წელს ვერ ვარჯიშებს. თამამად შემიძლია ვთქვა. და იმ 50%-ს გაუმარჯოს იქით, რაც ვინც ვარჯიშობს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი ძალიან დიდი ძალა უნდა. ძალიან. ოპა. თქვა ჩაგრავს, ვერ ხედავ. ჩემს საკუთარ დარბაზში, ჩემს სამსახურში, ჩემზე დიდი წონებით ვარჯიშობ რა. ბევრს ჩაგრავ აქ ხა რა უქნა. რითი დაგიხმარო. სამაგერო ჩემთან ერთად არასდროს ვარჯიშობ. გამოვიდა სხვადასხვა რა, ვიკაჩავთ ხოლმე ერთად. თან დაგითმე ახლა რა, ყველაზე ძლიერი მხარე რაც გაქვს, იქ ვიღებთ იდეოს და მე ვნახოთ. აი ლატერალურ გასვლას ვაკეთებ 18 კილოც. რა? ლატერალურ გასვლას. რა სიძახ. ვა, მანდამდეც მივალთ.
ამით ვაკეთებდი ხომ იცი ვარჯიშს? დავიწყებ, გადავიდით შემდეგ ვარჯიშზე. თვითო შეიძლება დაიწყო. მე ამ ვარჯიშს ვაკეთებ ხოლმე ძირითადად თოკით რა. ხო. ეს ვარჯიშები ბილდერებს ძალიან ევასებათ. უგანიერესის კვეთას უწყობს ხელს, ნეკნები ძალიან მაგრად აჩენს. კი, ვიცი, თან მიყვარს მეც. აი ეს 30 თუ გინდათ რომ მაგარი გქონდეთ, ეს ვარჯიში უნდა შეეს. ერთად გავაკეთოთ მე პარე. უა, ორი ქართველი შვილი გაიჭირა. უუ, მაგარი დასმის ვარჯიში. შემდეგი ვამთავრებ ხოლმე ფულაფებით, იმიტომ რომ ბოლომდე გავწურო ზურგი, მაგრამ ვაკეთებ უკვე მანქანაზე, იმიტომ რომ აღარ შემიძლია ჩემს ზურგს უკვე აღარ აქვს რესურსი გააკეთოს ცარი. აღიარა ჩემი. აღიარა. სახის ვიც რომ ვარჯიში და დიდი ბოდიში რო აღარ აქვს რესურსი მაგის. კაი, მე დავიწყებ. შენ ჯორავე თუ კი. დავაი. მარია ეს ძალიან განზე როავლებ ხელს უფრო უკეთესო? უფრო უკეთესო? ძალიან განზე. ჩემთვის კი იმენა განიერზე ურტყავს. იდეაში ჩემი ზურგის დღე დაყოფილი მაქვს ხოლმე ორად. შიდა ორად აკეთებ ზურგს? კი. ორ დღეზე გაქვს. შიდა მხარე და უკეთესი. იმიტომ რომ ორივე ძალიან მიყვარს. ხო და ნუ კვირაში ორჯერ მიწევს იდეაში ზურგის დღე და მაგიტომ ყოფ. ისე ვაფშე განლაგება როგორი გაქვს ვარჯიშების? იდეაში მაქვს 4 დღიანი სპლიტი რა. პირველი ზურგი თავიდან ბოლომდე. მერე მაქვს ბიცეპსი და ტრიცეპსი, ცალკე დღეს მაქვს ფეხი და მერე მაქვს მკერდი და მხარე. ესე იგი შენ ზედატანს უფრო მაგრა დავარჯიშებ, ვიდრე ქვედატანს ესე გამოდის. არა, ქვედატანსაც ძალიან კარგად ვავარჯიშებ, რადგან ის მაცვია, იმას არ ნიშნავს რომ არ ვავარჯიშებ. არა, ბაზარი არ არის, ხო, მესმის. მაგრამ ნუ ეხა ზედატანი აქვს დაყოფილი? კი, იმიტომ რომ ნუ და ქვედატანს ძალიან თეთრი. ხო, ორი ნუ უკიდე. სიმართლე რომ გითხრა მეც მასე ვარჯიშობ. ხელებს ცალკე დღეს ვაკეთებ, მხრები ცალკე. ხო. მკერდი ცალკე. ზურგი და ფეხებს ვანადგურებ კვირაში ერთხელ. ხო, თორე ხედავ. თან გელაპარაკები და ისე ვიცები. პრემიერი. მოკლედ მეგობრებო, დავასრულეთ ჩვენ დღევანდელი ვარჯიში. მარია, მადლობა, ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ. ძალიან ვისიამოვნე, ვარჯიში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და როდესაც ვარჯიში ადამიანს უგებ, ძალიან ასწორებს რა. მოკლედ მეგობრებო, შემდეგ გადაცემაში მარიამთან ერთად ვაპირებთ, რომ ჩავწეროთ პოდკასტი და ძალიან საინტერესო თემებს შევეხოთ. კომენტარებში დაწერეთ. თუ რა თემებს გინდათ რომ შევეხოთ მარიამთან ერთად. კი, მე რომ მიწერთ ხოლმე კომენტარებში, შეგიძლიათ აქაც დაწეროთ და ერთად განვიხილოთ ბევრი თემა. ბევრი თემა. ჩვენი YouTube არხი გამოიწერეთ და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. კარგად ეყავით. კარგად დაიწყეთ. გაიჯო. აჩო. არ ვიცი.
კი, ძალიან მაგარი. ხირული ვარ. მარიამი ვარ, გამარჯობა. მოდი, ვაფშე ეს შტანგა აქეთ გამოვიტანოთ რა. ხო, მეც ეგრე გადმომაქვს, ოღონ წონიანად. წონიანად. ოღონდ საინტერესო დასანახი იქნები და შტანგი გამოვიტანო. შტანგი დარბაზში მოძრაობს. ჩემბრელოკია. ვიცი ამ ხელაცელა მაქვს, მარჯვენა ხელის ჯანში და მარცხენაში ძალიან ასიმეტრია მაქვს. ეტყობა ხო? თუ არა? არ გეტყობა ხელზე დიდად. აბა ზოგი შეატრიალი. კი. აუ მაგრამ მე გადავედი შენი და გეცემ დამაცადე შენ. მე თუ იტირებს მგონი ეს სახში იტირებ. მაგრამ ბულინგი. ეს კრიპტიპები რო არის, ამოიცი მეტროში. ფოტოებს რო უღებენ ჩუმად მეტროში იმენა იქნება. მე ჩემი კამერით გადაიღე. ინფორმაცია მინდა უცმაო და გაძლევს. გავიდი, საზი, გაძმა. რა პოჩი შემაწყვეტ.